ორი ავტორი კიდევ, რომელიც ყურადღებას იპყრობს, ჩვენს ყურადღებას იპყრობს ეგრეთ წოდებულ მეხუთე ჯგუფში ბასკი პოეტების, ეს გახლავთ ხოჩერა გარსია, რომელიც 53 წელს დაიბადა და პაჩიკო პერურენა, რომელიც 59 წელს დაიბადა. გარსიას შემოქმედება ირონიული ხასიათის არის, გარკვეულწილად ელიოტის ირონიის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და ხალხო ტრადიციებთან არის ახლომყოფი პოეზია. ამ თვალსაზრისით გარსიას ტექსტები უახლოვდება არესტის ტექსტებს, როგორც ელიოტის და ირონიის გამოყენების, ელიოტის ზეგავლენის ქვეშ ყოფნით და ირონიის როგორც ინსტრუმენტის, როგორც გამოხატვის ხერხის გამოყენებით, ასევე გარკვეულწილად უახლოვდება მირანდეს ტექსტებს, რამოთი ჩვენ გვახსოვს, რომ იონ მირანდე ითვლება აბსოლუტური ირონიის დამამკვიდრებლად ბასკურ ლიტერატურაში. ასევე ხალხური თემების, მოტივების გამოყენების გამო ის ასევე უახლოვდება არესტის ესთეტიკას. თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ არესტის შემდეგ ამ თემების გამოყენება არ შემწყდარა ბასკურ ლიტერატურაში და საკმაოდ ბევრი მწერალი აქტიურად იყენებდა მას, მაგრამ მეორე ნახევარში, განსაკუთრებით უკვე კლასიკოსებად აღიარებულ მწერლებში და პოეტებში ასევე ძალიან ნათელია ხალხური თემატიკის გადამუშავება და მათთვის კლასიკური ინტერპრეტაციის მიცემა. რაც შეეხება პერურენას, პერურენა ასევე გარსიას ესთეტიზმს იზიარებს ხალხური თემების გამოყენების თვალსაზრისით, ამუშავებს ამ ხალხურ თემებს და რადგანაც თქვენ იცით, რომ ბასკური ხალხური პოეზია მეტად დიდ გასახანს იძლევა, მეტად კომპლექსურია თავისი აგებულებით და დიდი მანევრირების, მეტად დიდარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. პერურენასთვის მახასიათებელი მდიდარი ფანტაზიით ხალხური ტექსტები მთლიანად გარდაიქმნება უკვე კლასიკურ ტექსტებად, ანუ დაახლოებით ისეა, როგორც რუსულ ლიტერატურაში, როდესაც იყენებდნენ რუსი კლასიკოსი ავტორები, მაგალითად პუშკინი, ან ლერმონტოვი ხალხურ თემატიკას და მთლიანად ამუშავებდნენ მათ. იშვიათად შეიძლება თქვენ მიაგნოთ კვალს ზეპირსიტყვიერი ნიმუშებისა გადამუშავებულ ტექსტებში. 63 წელს დაიბადა ლუის ბერიზბეიტია, რომლის ტექსტებიც ეფუძნება როგორც ხალხურ შემოქმედებას, ასევე ენის ბაროკოსეულ კონცეფციას. ბერიზბეიტია გახლავთ ორი კრებულის ავტორი, 87-ში გამოცემული მსოფლიო წარღვნა და 92-ში გამოცემული გაყინული მხარეები. კლასიკოსთა ნაწარმოების ზედმიწევნით კარგმა ცოდნამ ჩამოუყალიბა ბერიზბეიტიას მეტად დახვეწილი სტილი გადმოცემის, გარკვეულ ჰერმეტიზმს მის პოეზიას გისცემს კულტიზმი და კულტურალიზმი. ბერიზბეიტიას ზოგადად აინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის კლასიკური ლიტერატურის საერთო ესთეტური ღერძების მოძებნა, საერთო ესთეტური გზავნილების გამონახვა და შემდეგ მათი ჰიბრიდიზაცია, ასე ვთქვათ. იგი ცდილობს მონახოს მსგავსი და განსხვავებული სხვადასხვა ქვეყნების მიერ, სხვადასხვა კულტურული ტრადიციის მიერ შექმნილ კლასიკურ ტექსტებში. მეტად საინტერესოა ინტერტექსტუალური კვლევები, რომელსაც ატარებენ ბასკი მკვლევარები ბერიზბეიტიას ნაშრომების შემოქმედების ტექსტების მიხედვით, რადგანაც ზოგადად ბასკურ ლიტერატურაში და მცირე ერების ლიტერატურისთვის მახასიათებელია მათი განვითარების პროცესში მახასიათებელია ინტერტექსტუალობის მეტად მაღალი ინდექსი, კოეფიციენტი, მეტად მაღალია როლი ავტორების, ის ზეგავლენის ქვეშაც ისინი იმყოფებიან და არც ბასკური ლიტერატურა გამონაკლისი სხვა მცირე ერების ლიტერატურისგან
მთელი კურსის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ლიტერატურების ზეგავლენას კონკრეტულ ბასკ ავტორებზე, მაგრამ ბერის შემთხვევა განსხვავებული გახლავთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ავტორი ამუშავებს უფრო სისტემურად და ამორჩევითად კლასიკურ ტექსტებს. ძალიან საინტერესო ნაზავი გამოდის, რაც ბერის პოეზიასთვის დამახასიათებელი მდიდარი ფანტაზიის უნარის დახმარებით მეტად მაღალი ინტერპრეტაციის ტექსტებს ვიღებთ ჩვენ, მეტად დიდარი ინტერპრეტაციის ტექსტებს ვიღებთ და მასთან ერთად უშუალოდ კავშირშია ამ კლასიკურ ტექსტებთან ხალხური შემოქმედებას. ეს ორი მახასიათებელი შეგვიძლია გამოვყოთ და თქო ყურადღება მიაქციოთ ბერის პოეზიაზე სემინარზე საუბრის დროს ხალხური შემოქმედება და კლასიკური ტექსტებისადმი მინიჭებული ყურადღება. არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბასკური კლასიკა. ბოლო ავტორი, ვიზეც მინდა გესაუბროთ ამ ნაწყვეტში, ეს იქნება ლუიჯი ანსელმი. ეს ფსევდონიმი გახლავთ, მისი სახელია ლუის გუტიერეს ლარეა და მისი ტექსტებიც განიცდის ელიოტის ირონიის ზეგავლენას. ერთხელ ჩვენ უკვე ვახსენეთ, მაგრამ გავიმეორებთ, რომ ანსელმი გახლავთ მირანდეს ტექსტების ბასკური და ესპანურ ენაზე მთარგმნელი. ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტმა გამოსცა რამდენიმე წლის წინ მირანდეს ტექსტების სრული კრებული, რაც იყო პირველი შემთხვევა ბასკური ლიტერატურის ისტორიაში. თქვენცით, რომ მირანდეს ტექსტები იყო გაფანტული მრავალ ჟურნალ-გაზეთში, მათ შორის ისეთ გაზეთებში, ჟურნალებში, რომლებიც აღარ გამოდის დღეისათვის, მაგალითად იყო ასეთი ჟურნალი გერნიკა, ახლა მისი თანამოსახელი ჟურნალი გამოდის, მაგრამ ეს სხვა ჟურნალია. და იმ ძველ გერნიკაში დაიბეჭდა მირანდეს ერთი ძალიან საინტერესო ესე ბასკური ნაციონალიზმის შესახებ. იბეჭდებოდა ასევე გერნიკასთან ერთად სხვა ჟურნალებში და გაზეთებში მირანდეს სიცოცხლეშივე მისი პოეტური ტექსტები, ესეისტიკა, მაგრამ შეკრებილი სახით, რათა გაადვილებული იყო მათი დამუშავება და გარდა ამისა, მკითხველს ჰქონოდა ჩვენ ერთი წიგნის სახით მათი ტექსტები, ბოლო დრომდე არ იყო გამოცემული და დიდი მადლობა ბასკეთის უნივერსიტეტს, ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტს ამ გაწეული შრომისათვის. და ანსელმის წვლილი შიგნით არ მასში არის ძალიან დიდი, რამე თუ ანსელმი გახლავთ ძალიან საინტერესო თარგმნელი ამ ტექსტების, ამ თარგმანებს მირანდეს თარგმანებს წინ წამძღვარებული აქვს ანსელმის რეფლექსია მირანდეს შესახებ რამდენიმე გვერდი, ასევე იმის შესახებ თუ როგორ შეასრულა მან ეს თარგმანები, რა ორიენტირებით სახელმძღვანელობდა და ასე შემდეგ. ზოგადად ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა ბასკურ ლიტერატურაში, ასეთი გაერთიანებული კრებულების გამოცემა და ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკა კიდევ არის გასულ წელს ბასკური ენის აკადემიის მიერ გამოცემული კრებული, რომელშიც შევიდა რამდენიმე მე-20 საუკუნის ბასკი კლასიკოსი პოეტის ტექსტები, როგორებიც არიან მირანდე, არესტი და საესარ ვიტორია და ასე შემდეგ. ეს ავტორები თარგმნეს თანამედროვე პოეტებმა და მეცნიერებმა და მწერლებმა, მაგალითად ურიბემ, კირმენ ურიბემ, იონ კორტასარმა და სხვა. და ეს წიგნი ორენოვანია, რა თქმა უნდა, და რაც თავარია, ერთი და იგივე ტექსტები არის თარგმნილი რამდენიმე ენაზე. ბასკურიდან ესპანურად, ინგლისურად, ფრანგულად და ეს მეტად მნიშვნელოვანი გამოცემა, რადგანაც ასეთი გამოცემით იზრდება ბასკური ლიტერატურის მკითხველთა წრე. აი ეს იყო, რაც გვინდოდა თქვენთვის გაგვიზიარებინა ამ სალექციო საათის ფარგლებში და შემდგომ ლექციაზე ჩვენ უკვე მეორე ნახევრის პროზაიკოსებზე, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პროზაიკოსებზე ვისაუბრებთ. ხოთ შენიშნოთ შეკითხვები რაიმე თუ გაგიჩნდებათ და სემინარზე ერთად გავარჩიოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.